მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო განმავითარებელი გაშლა, ასე რომ ვისაც აინტერესებს საკუთარი თავის უკეთ შეცნობა, გაცნობა და საკუთარ თავთან ჩაღრმავება და განვითარება ზოგადად, ეს გაშლა გეწყვებათ თქვენ. და ზოგადადაც პრინციპში, იდეაში მინდა ვთქვა, რომ ჩემი არხი უფრო მეტად ემსახურება განმავითარებელი გზით ტაროს გამოყენებას და არა მარჩიელური წინასწარმეტყველური გზით. ასე რომ მაგიტომაც შევქმნი ეს არხი და ეს სივრცე, რომ გავერთიანდეთ ისეთი ადამიანები, ვისაც გვინდა საკუთარ ცხოვრებაში, საკუთარ თავში გარკვევა, საკუთარი თავის გამორკვევა და ტაროს დახმარებით ობიექტურად შეხედვა რაღაც იმ საკითხებზე, რასაც გგონია, რომ ვიცით, ვხედავთ, მაგრამ რეალურად შესაძლოა ან გვეშინოდეს ამ ყველაფრის მიღება, ან გაქცევის რეჟიმში ვიყოთ ჩვენს შიშებთან, ტრავმებთან დაკავშირებით. ხო, კიდევ ბევრი ფაქტორია, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად, ხო? ასე რომ ასეთი გაშლა იქნება დღეს განსაკუთრებით საინტერესო. საინტერესოდ მომაფიქრდა თუ როგორ გავაკეთო ეს, რა თქმა უნდა, ყველა ჩემ გაშლას, რასაც ვიღებ და ვაკეთებ ჩემს არხზე, არის აბსოლუტურად ჩემი ინსპირაცია. უნიკალური, რომელიც იქნება მხოლოდ ჩემი მაყურებლისთვის. კარგი, ესე იგი, გვექნება ჩვეულების სამი პოზიცია, პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია და მესამე პოზიცია. დღეს ვირჩევთ ბარათებით. პირველი პოზიციაა ასეთი ბარათი. მეორე პოზიცია ასეთი ბარათი და მესამე პოზიცია ასეთი ბარათი. ხო? ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება ასარჩევად, შეგიძლია ვიდეო დააპაუზო და მერე შემოგვერთდე. მე კი დავიწყებ ამ ორს ახლა მე ასე გადავდებ. და დავიწყოთ პირველით. დასაწყისში, რა თქმა უნდა, იქნება სიგნიფიკაცია. პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია. რა თქმა უნდა, უმთავრესი დამოვიწყდა, რომ მეთქვა გაშლის სახელი დამოვიწყდა, რომ გამეშღერებინა. გაშლის სახელი იქნება შენი სიძლიერის კოდი, შენი ძალის კოდი, რაც ნიშნავს იმას, რომ ვეცდებით გავერკვეთ იმაში, თუ რა არის შენი შინაგანი სიძლიერის კოდი, რაში მდგომარეობს ეს კოდი, ხო? როგორ გამოიხატება შენი სიძლიერე, როგორ განავითარო ის და რა გაბრკოლებს მის განვითარებაში, რა უშლის ხელს, ასე რომ ვთქვათ, შენს შინაგან სიძლიერეს, რომ ის გამოავლინო, გამოიყენო და განავითარო, ხო? ამაზე იქნება ეს გაშლა. მანამდე უნდა მეთქვა და დამოვიწყდა. ასე რომ, ხო. დავიწყოთ პირველი პოზიციით. ნახოთ. პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია. ზოგადად პირველი პოზიცია ვინც აერჩია, აი პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია. ზოგადი. და ეს დამატებითი. სიგნიფიკაცია ზოგადი პირველი პოზიცია. პენტაკლების რაინდი, ხო? ასევე ხანდახან ჩდება ჰოროსკოპებითაც, მაგალითად ეს არის მიწის სტიქია, პენტაკლების რაინდი, შესაძლოა თქვენ გყავდეთ სადმე რამე თქვენს ასტროლოგიურ უკაში მიწის სტიქიასთან ახლოს, ან უბრალოდ გქონდეთ ისეთი ხასიათი, რომელიც არის სტაბილური, აუჩქარებელი, ადამიანი, რომელიც ნელ-ნელა მოქმედებს, შესაძლოა დრო დასჭირდეს იმაში, თუ რა უნდა, სად უნდა, როგორ უნდა, მაგრამ ჩამოყალიბდება, გაერკვევა და შემდეგ უკვე პატარ-პატარა, მაგრამ სტაბილური ნაბიჯებით წავა მის სასურველი მიზნისკენ. საინტერესო სიგნიფიკაცია არის ახლა აქ. პირველ პოზიციას ასევე სიგნიფიკაციას აქვს, ხო, დამატება სიგნიფიკაციის მთავარ კარტზე.
აქ არის ის მომენტი, რომ პირველ პოზიციას ძალიან ძლიერი ინტუიცია გააჩნია. ბევრი რამ გადალახა, გადაიტანა პირველმა პოზიციამ. შესაძლოა ახლა იმყოფებოდეს განვითარების გზაზე, მუდმივია, რა თქმა უნდა, ჩვენი განვითარება არასდროს არ წყდება, მაგრამ განსაკუთრებით აი ახლა ამ ეტაპზე შესაძლოა პირველი პოზიცია ან რაღაცას სწავლობდეს, ვითარდებოდეს და პლუს ამასთანავე სხვებსაც ეხმარებოდეს შესაძლოა, ხო? ზოგადად პირველი პოზიცია ძალიან ისეთ კარგ კავშირშია მის ინტუიციასთან, მას ძალიან ძლიერი ინტუიცია აქვს და გადასარავი კავშირი აქვს მის ინტუიციასთან. უბრალოდ ახლა ვინ როგორ იყენებს ამ კავშირს, ეს უკვე რა თქმა უნდა ინდივიდუალური საკითხია, პლუს გაშლა საჯარო და ზოგადია. მაგრამ არჩეულებრივი კავშირის შესაძლებლობა აქვს აქ პირველ პოზიციას მის ინტუიციასთან, რაც აძლევს იმის შეგრძნებას, რომ მე ვიცი რა მინდა, მე ვიცი სად მინდა. ხო, ასეთი სიგნიფიკაცია ზოგადი, ვისთვისაც რეზონირდა, უსმენთ. ვისთვისაც არა, ირჩევთ სხვა პოზიციას. არ დაგავიწყდეთ, რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ზოგადი და საჯარო გაშლა. კარგი, ნახოთ. პირველი პოზიციის სიძლიერის კოდი. გადმომივარდა კარტი და დავტოვოთ კოდი. აი თვითონ ეს კოდი, ხო, აი თავარი, ასე გავაკეთოთ. თავარი სიძლიერე, რაც არის პირველი პოზიციის, ესეთი თავარი, უმნიშვნელოვანესი კოდი. ამ სიძლიერის გახსნა, ხო, გაგვიხსენით უფრო მეტად ეს სიძლიერის კოდი. რაშია სიძლიერე, როგორი სიძლიერე. ვაუ, პირველი პოზიცია შოკი, თავერი, ეს საერთოდ კოშკი, ხო, ეს საოცარი არკანია, უდიდესი სიძლიერე, გამოღვიძების სიძლიერე, ტრანსფორმაციის, ცვლილების, საერთოდ ძველი შეხედულებების, ძველი ცხოვრების წესის დეფორმაცია, ტრანსფორმაცია, ცვალებადობა, შეცვლა, ისეთი ძალა არის ეს, რომ აი რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს, თქვენ სულ მუდმივ ვითარებაში ხართ. აი როგორც პეპლები. პეპელა სულ გადის რაღაც ტრანსფორმაციებს, ხო? მაგალითად, აი ეს თვითონ მომენტი გარდაქმნის პეპელად. აი ეს მომენტი, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, მაგრამ არაჩვეულებრივი მომენტია. კატა სვამს წყალს და თუ ეს ხმები მოდის ბოდიშით. არაჩვეულებრივი მომენტი, არაჩვეულებრივი ენერგია საერთოდ. ვაუ, ნახოთ ახლა უფრო დეტალურად, ხო, რაში გამოიხ. საერთოდ მინდა აქ ხაზი გაუსვა, რომ პირველ პოზიციას მიუხედავად იმისა, რომ აქ მიწის თიქია დაგვიჭდა, პირველ პოზიციას აი ენერგია და ძალა აქვს, უდიდესი ენერგია, უდიდესი დინამიკა, უდიდესი შინაგანი ცეცხლი. თქვენი სული ძალიან ძლიერია და მე ვიტყოდი აქ თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვა ადამიანებს. ასევე მინდა ვთქვა, რომ ვის ცხოვრებაში ჩნდება პირველი პოზიცია, ეს არის საერთოდ აი კომეტა. რაღაც კომეტას ავითახებთ. ვის ცხოვრებაში ჩნდებით, იქ ყველაფერი იცვლება საერთოდ, იქ ადამიანები, ვისაც თქვენ მოიცავთ და ვისაც თქვენ შეეხებით, ისინი იწყებენ სხვანაირად ფიქრს, ან მათი ცხოვრება საერთოდ იცვლება. საოცარი ცვალებადი კი არა, შეცვლის ენერგია. თქვენი ძალა არის ის, რომ პირველ რიგში თქვენში მუდმივი ტრანსფორმაცია და მეორე, თქვენი ძალა არის ცვლილებები. თქვენი ძალა არის ადამიანებისთვის თვალის ახელა, იმაზე და იმის დანახვება სხვებისთვის, რომ ეს უკვე აღარ მუშაობს, ეს მეთოდები, ან ეს მიდგომა, ან ეს სტერეოტიპები, ან ეს შეხედულება, ეს აღარ მუშაობს. всё, ეს უნდა დავანგრიოთ და ამას, რა თქმა უნდა, რბილად არ აკეთებს პირველი პოზიცია. ამაში ეს არ არის რბილი ძალა, ეს ძალიან ძლიერი, სწრაფი, ჭიქაქუხილივით. ძალიან ისეთი ძალა არის ეს, ხო? არაჩვეულებრივი ენერგია. კარგი, გავიგეთ, ახლა ვიკითხოთ ჩვენ რაში გამოიხატება პირველი პოზიციის ცხოვრებაში. აი ეს კოდი თქვენი სიძლიერის, ეს თქვენი ძალა უბრალოდ, ხო? გითხარით, აი აქეთ გავწიოთ, რაში გამოიხატება ეს ძალა პირველი პოზიციის ცხოვრებაში, რაში გამოიხატება.
პირველ რიგში იმაში, რომ თქვენ არ ზიხართ სხორპლის პოზიციაში. არა და ბევრჯერ შესაძლოა აქ პირველი პოზიცია, აი როგორ თქვა, მოხვდა ისეთ ვითარებებში, სადაც ვიღაცეები ან რაღაცეები განიჭებდნენ მსხვერპლის პოზიციას, მაგრამ პირველი პოზიცია ამაში არ დარჩა და არ ჩარჩა, არამედ გადადგა ნაბიჯი წინ, ახლისკენ, განვითარებისკენ. ანუ თქვენ არ რჩებით იმ დამდგარ, მძიმე ენერგიებში, არამედ სულ მუდმივად ილტვით სიახლისკენ, სხვა ჰორიზონტებისკენ, სხვა შემოთავაზებებისკენ. მე ვიტყოდი ასევე თქვენ ძალიან ისეთი აქ პირველ პოზიციას ძლიერი სულიერი მისიაც აკისრია. ესეც არის აქ, რომ პირველი პოზიცია მუდმივად სულიერ გამოღვიძებაშია, სულიერ განვითარებაში, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ პირველი პოზიციისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი გამოღვიძება, განვითარება, რაც უმრავლესობისთვის, ვინც ამას ისმენს, ზეგავლენას ახდენს ურთიერთობებზე თქვენ ცხოვრებაში. ხო, აი ამაში გამოიხატება ეს. კიდევ ვფიქრობ, ახლა კიდევ ხო დავამატო. კარგი, ვფიქრობ, აღარ დავამატებ მეც, რომ ძალიან არ გამეწელოს, რადგან ორი პოზიცია კიდე წინ არის, მაინც საჯაროა თან ეს გაშლა. კარგი, რა უშლის ხელს პირველ პოზიციას, რომ აი ეს მისი სიძლიერე კიდევ უფრო გახსნას, გამოავლინოს და განავითაროს. რა უშლის ხელს, რა ბლოკავს თქვენს შინაგან სიძლიერეს, რა ბლოკავს. აქ პირველ რიგში ბლოკავს აი ამ შინაგან სიძლიერეს პირველ პოზიციაში თქვენი სტერეოტიპები, თქვენი შეხედულებები. აღზრდა, ვიღაცა აღიზარდა მსგავს კულტურაში, ვიღაცას დამებლოკა, ენაც კი მებმება. ოჯახის წევრები ყავდა ისეთი, ვინმეც ასწავლა, რომ აი ეს 100-ია, всё, ეს 100-ია და მურჩა გათავდა. ყველაფერი სხვანაირი, რაც განსხვავდება ამ მოცემულობისგან, რასაც მე შენ გასწავლი, ეს კრიტიკის ქვეშ უნდა დააყენო, ან საერთოდ არ მიაქციო ყურადღება. აი ეს არის ის მთავარი მომენტი, რაც აბრკოლებს აქ პირველ პოზიციას იმისათვის, რომ ეს ბრძალა მაქსიმალურად გამოიყენოთ და გახსნათ. არ აქცევთ, არ ანიჭებთ ყურადღებას ისეთ რაღაცებს, რაც თქვენ სტერეოტიპებს არ შეესაბამება. თვითონ თქვენც გაქვთ სტერეოტიპები, რა თქმა უნდა, ყველას გაგვაჩნია, მაგრამ აქ პირველ პოზიციას აქ გამჯდარი რაღაც ისეთი თავზე მოხვეული ან კულტურული ფაქტორები, ან ოჯახის გამო კულტურული ფაქტორები მოხვეული, რაც უშლის ხელს პირველ პოზიციას განვითარებაში და იმაში, რომ აი ეს კოშკი მოხდეს თქვენში პირველ რიგში და შემდეგ უკვე გარემოშიც მოხდეს ეს, ხო? ასევე კომფორტული ზონა. მომენტში პირველ პოზიციისთვის ძალიან რთულია, რომ გამოვიდეს აი ამ კომფორტული ზონებიდან, თქვას უარი, გადაჭრას. აი ადგეს და თქვას, რომ არა. მომენტებში ზის და ელოდება პირველი პოზიცია. ან ამბობს, რომ всё, ეს მე მაკმაყოფილებს. არ აქცევს შინაგან მეს ყურადღებას მომენტებში, იმიტომ რომ აი ზუსტად ეს რაღაც სტერეოტიპები, შეხედულებები გვაიძულებს, რომ არ შევხედოთ ამ ყველაფერს. ან თვალზე ავიკრათ რაღაც და ვთქვათ, რომ არა, ეს სწორია, ეს ასე, ეს კომფორტულია, ხო? ვიღაცას აქ ხელს უშლის ის, რომ ნაკლებად არის ჩართული მისი ინტუიცია. არადა შესაძლებლობები ძალიან დიდი არის აქ ინტუიციასთან დაკავშირებით პირველი პოზიციისთვის, მაგრამ პირველი პოზიცია ამ ინტუიციას ზოგ-ზოგიერთები, ყველა არა, რა თქმა უნდა, შესაძლოა არ ანიჭებდეს სათანადო ყურადღებას და ზუსტად ეს ბლოკავს თქვენს ძალას აქ. კარგი, რა დაეხმარება აქ პირველ პოზიციას, რომ აი ეს სიძლიერის კოდი გახსნას. რა არის ეს, რაც დაეხმარება მას? რა არის ეს? მე ვიტყოდი პირველ რიგში საკუთარი თავის ავსება. აი საკუთარ თავში აი როგორ თქვა, საკუთარი თავის ნდობა, შინაგანი სხივი. აი საკუთარ თავს მიცეს შესაძლებლობა, რომ ანათო შინაგანად და შინაგანად ვერ გავანათებთ თუ ვართ დაცლილები.
მნიშვნელოვანია ენერგიით აავსოთ საკუთარი თავის ცხოვრების ენერგიით, მზის ენერგიით. ძალიან მნიშვნელოვანია აქ პირველი პოზიციისთვის ცეცხლთან კომუნიკაცია, ყველაფერთან, რაც ანათებს, სადაც არის დიდი ენერგია და მზე მაგალითად, ხო, ცეცხლი და ასეთი რაღაცები. და ძალიან დიდი მნიშვნელობა არის გარდა საკუთარ თავზე სხვებზეც ზრუნვა აქვს. ზრუნვა რა კუთხით? მიქცევა ყურადღების იმისი, რომ მარტო თქვენ არ ხართ აქ, ხო, არამედ არიან სხვა ადამიანებიც, ვისაც ასევე უჭირთ, ვისაც ასევე ბევრი პრობლემები გააჩნიათ. აქ მე ვიტყვი რა დაეხმარება პირველ პოზიციას და ეს არის ის, რომ სხვების მიმართ უფრო მეტი ემპათია, უფრო მეტი კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან, მაგრამ არა მხოლოდ ისეთი კომუნიკაცია საუბარი, არამედ სულიერი, ემოციური კომუნიკაცია, სადაც თქვენ გულწრფელად გინდათ და შეგიძლიათ დახმარება ადამიანისთვის, ხო, ვის რა კუთხითაც შეუძლია იმ კუთხით, რა თქმა უნდა, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ დავეხმაროთ ვინმეს, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჯერ საკუთარ თავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ. ესე იგი, აქ ამ სიძლიერის კოდის გამბლოკვა, ასე რომ ვთქვათ, შესაძლებელია აუცილებლად შინაგანი ბლოკის მოხსნით, შინაგანი თუ პირველი პოზიცია აქ გამოვა იმ როლიდან, რომ მე ყველაფერი ვიცი, მე მისტერ ან მის სუპერ რაღაც ანალიტიკოსი, სტრატეგიკოსი ვარ და ყველაფერი ვიცი წინასწარ. ეს ანალიტიკური პოზიციიდან უნდა გამოხვიდეთ მომენტში და ჩართოთ თქვენი გული. არ არის საჭირო აქ ისეთი სიცივე, ძალიან მნიშვნელოვანი აქ პირველი პოზიციისთვის სულიერება და გრძნობები და გული. თიშით მომიწედა პაუზება. ხო, ძალიან საინტერესო, კარგი რჩევა, ხო, რჩევა, ენერგეტიკულად და დაეხმარება პირველ პოზიციას აქ, რომ განბლოკოს მისი შინაგანი სიძლიერის კოდი. I'm light in the world. შუქი, ხო, ისევ შუქი. და აქ წერია, რომ მე ვარ სინათლე სამყაროში. პირველ რიგში შეგიძლიათ ეს სიტყვები მანტრად გამოიყენოთ, ყოველ დღე უმეოროთ საკუთარ თავს, შეიგრძნოთ ეს სიტყვები. ასევე შუქი, ხო, შუქზე მედიტირება, სანთელზე მედიტირება, ენერგიით დამუხტვა, მზის ქვეშ, მაგალითად, ნაირად შეგიძლიათ ეს რჩევა გამოიყენოთ აქ, მაგრამ ეს არის მთავარი რჩევა, რაც დაგეხმარებათ, რომ ეს თქვენი სიძლიერის კოდი განბლოკოთ. ძალიან საინტერესო იყო აქ პირველი პოზიციის გაშლა, ვისაც მოგეწონათ ეს გაშლა აუცილებლად დალაიქეთ, დაკომენტარეთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერია ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. მივესალმები მეორე პოზიციას და ნახოთ მეორე პოზიციის სიძლიერის კოდს. რაში არის მეორე პოზიციის სიძლიერე, ძალა, რა ბლოკავს ამ თქვენ შინაგან ძალას და რა დაგეხმარებათ ამ სიძლიერის განბლოკვაში. გაშლა საკმაოდ ისეთია საინტერესო, მაგრამ რა თქმა უნდა, არასდროს არ არის მარტივი საკუთარ თავზე მუშაობა და საკუთარ თავზე რაღაც ინფორმაციის მიღება და გაგება. ამიტომ ძალიან ზოგადად გავაკეთებ ამ ყველაფერს, რომ ძალიან სიღრმეებში არ ჩავიდე. უბრალოდ კარგი. დავიწყოთ სიგნიფიკაციით, მეორე პოზიციის სიგნიფიკაციით, რომ იგრძნოთ თქვენი არის ეს პოზიცია თუ არა. კარგი სიგნიფიკაცია, მთავარი ზოგადად მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია, დამატებითი ინფორმაცია სიგნიფიკაციაზე. სიგნიფიკაცია. სამართლიანობა. საინტერესოა, დამატებითი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, აქ ძალიან ბევრი რაღაც გადაიტანა მეორე პოზიციამ, საკმაოდ მძიმე მომენტები, ბევრი გაკვეთილი იყო აქ მეორე პოზიციისთვის. მე მაინტერესებს ახლა ეს სამართლიანობა აქ მეორე პოზიციას პლუსში აქ თუ მინუსში აქ თუ ორივეში, პლუსი, მინუსი, ორივეში. არასტაბილურია თქვენი სამართლიანობა, ასე ვიტყოდი.
პლუსში უჭირს თქვენ სამართლიანობას, იმიტომ რომ უფრო მეტი აქ არის სუბიექტური სამართლიანობა. აი მე როგორც ვხედავ, აი ისია. ან მე იმდონემდე ბევრს ფიქრობ, რომ ის რეალობა რაც არის და ის რეალური სამართლიანობა მეპარება აი ზედმეტი ფიქრის overthinking-ის გამო, სადაც მომენტებში ვარ სუბიექტური. ხო? კიდევ სიგნიფიკაცია დაგვიმეტეთ აქ. უფ. არ იგრძნობა აქ, რომ მეორე პოზიცია ფიქრობს ან მიმოქმედებს, მაგრამ ასევე ამავდროულად მეორე პოზიციას აქ ახასიათებს ისეთი გადაწყვეტილებები, რასაც იღებს აი ძალიან იმპულსურად მომენტებში. შესაძლოა ბოლომდე ისე ბევრ დროს არ უთმობდეს რაღაცეების აწონ-დაწონვას და აი ეგრევე რაღაც всё, ეს მე მინდა ახლა ამ წუთას მე ვხედავ ჩემს გადმოსახედიდან, რომ ეს არის სამართლიანი ან ეს არის უსამართლო და всё, მე მოქმედებ. აი რაღაც ეს იმპულსურობა იგრძნობა აქ მეორე პოზიციაში. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმპულსურობაც არ არის, რადგანაც მომენტებში მეორე პოზიცია ფიქრობს აქ, მაგრამ მაინც არის ბევრი იმპულსური ქმედება. პრინციპში ამ იმპულსურ ქმედებას რაც მოყვება, იცის მეორე პოზიციამ თუ ხან კი, ხან არა. აი რაღაც ისეთ საინტერესო პოზიცია აქვს მეორე პოზიციას, რომ არის სამართლიანობა, მაგრამ მეორე მხრივ არ არის. აი რაღაც ზღვარზე დადიხართ ამ სამართლიანობის ზღვარზე დადის მეორე პოზიცია, რაც ძალიან საინტერესო. ასევე დავაყოლებ აქაც, რომ სამართლიანობის არკანი ეს არის ჰაერისტიქია. ასე რომ ვისთვისაც აქტუალურია ეს ინფორმაცია, ხო, თქვენ თვითონაც იცით. ასეთი ისტორია სიგნიფიკაციით არის აქ მეორე პოზიციასთან, ასე რომ ვისთვისაც რეზონირებს, უსმენთ გაგრძელებას, ხო? ძალიან ბევრი კარტები მაქვს და კარგი, ესე დავდოთ. ნახოთ ახლა მთავარი. სიგნიფიკაცია კი არა და მე მეორე პოზიციის სიძლიერის კოდი, აი მთავარი მისი სიძლიერე, ცენტრი მისი სიძლიერის გვაჩვენეთ. მეორე პოზიციის სიძლიერე, ძალა მისი მთავარი. დამატებითი ინფორმაცია მის ამ სიძლიერეზე. დამატებითი ინფორმაცია მის ამ სიძლიერეზე. კარგი, დავიწყოთ. ვაუ, სამყარო. ძალიან საინტერესოა სამყარო, სიძლიერე. სიმთლიანი, მთლიანობა. სხვათა შორის მეორე პოზიციას აქვს აქ სიძლიერეთის, რომ დაინახოს ყველაფერი მთლიანად. არა ნაკუწ-ნაკუწებად და არა ნაგლეჯ-ნაგლეჯებად, არამედ მთლიანი ნახატი დაინახოს. მომენტში განჭვრიტოს თუ რა იქნება შემდეგ. რა იქნება უბრალოდ თუ მე ან ვინმე სხვა ადამიანი გადაწყვეტს ამას, ან მოიმოქმედებს ამას და ამას, არ მოიქცევა ისე და ასე, რა შედეგი მოყვება ამ ყველაფერს. მთლიან სურას ხედავს აქ მეორე პოზიცია. ისე და ისეთ რაკურსიდან, საიდანაც ვერავინ ვერ ხედავს თქვენს გარდა. აი ამის სიძლიერე, ამის პოტენციალი მეორე პოზიციაში დევს. ნახოთ კიდევ. და აბსოლუტური სიმშვიდე, ბედნიერება, სილაღე, ცოდნა, ზომიერება. მე ვიტყოდი მეორე პოზიციაში სიძლიერე არის აბსოლუტურად აი ჰარმონიის, რომ აი ყველაფერთან კავშირში მოიყვანოთ და აი მთლიანი ნახატი შექმნათ საკუთარ თავში და თქვენს ცხოვრებაში. აბსოლუტურ ჰარმონიაში არის თქვენი სიძლიერე. თქვენ გაქვთ სიძლიერე, რომ ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშიროთ, შინაგანად, გარეგანათაც და შექმნათ აი არაჩვეულებრივი აი არ ვიცი რა ვუწოდო, შემოქმედებითობა. შემოქმედება. ნამოქმედა არის შემოქმედება. ერთი სიტყვით, არ აკეთებს ნიშნობა, ჩავხვე. შექმნათ აი ეს არაჩვეულებრივი პროექტი, ასე ვუწოდებ, პროექტი, სადაც ყველაფერი არის ბალანსში ერთმანეთთან. ძალიან საინტერესოა და ძალიან მაგარია. ვაუ. რა თქმა უნდა, აქ ასევე არის ცოდნაც. ცოდნა საკუთარ შინაგან სამყაროზე და ამით სხვებზე დახმარება, რომ მათაც მიაღწიონ აი ასეთ ძენს, როგორცაც თქვენ, ხო? მიაღწევთ თუ ამ პოტენციალს
რეალიზაციას გავუკეთებთ, რა თქმა უნდა. კარგი. რომელი დასტით ვნახო. ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველდღიურ ცხოვრებაში, ზოგადად მეორე პოზიციის ცხოვრებაში, ასე ვკითხავ, ასე დავსვამ კითხვას, როგორ გამოიხატება, ხო, ეს სიძლიერე, როგორ გამოიხატება? ეს მისი ძალა, როგორ გამოიხატება ყოველდღიურ ცხოვრებაში? აქ ძლიერი სულიერი განვითარება, აქ შესაძლოა აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სულიერ განვითარებას მეორე პოზიციისთვის, განსაკუთრებით, აი თქვენი სული არის ძალიან სუფთა. მე ვიტყოდა, აი ბავშვივით სუფთა ხარ შინაგანად. ძალიან სისუფთავე იგრძნობა, აქ სულის სისუფთავეს გულისხმობთ და თქვენ სულ მზად ხართ, ღია ხართ, რომ დაეხმაროთ ადამიანებს, ცხოველებს. აი აბსოლუტური, აი ძალიან საყვარელი ენერგიები აქ მეორე პოზიცია, აბსოლუტური სითბო, სიყვარული, ზრუნვა, მზად ხართ, რომ დაეხმაროთ, ხელი გაუწიოთ ვინმეს. აი, არ ვიცი მართლა რა დავამატო აქ, იმიტომ რომ ერთი და იგივეს ვიმეორებ უკვე, აი აბსოლუტური საოცარი ენერგიები, სადაც თქვენ არ გაქვთ არანაირი ამბიცია იმის, რომ აი მე ყველაზე მეტი ვიცი, ან აი ახლა მე ამას დავეხმარები და მე 60 დღეში მოვხვდები ქრისტიანულ რელიგიაში, როგორც არის ხო, ხშირად რაც გვახასიათებს ადამიანებს, რატომაც ვაკეთებთ ხშირ შემთხვევაში სიკეთეს. არა, აბსოლუტურად არა, არამედ ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ მინდა რომ ამ სამყაროში იყოს სილაღე, სიმთლიანი, სიკეთე. მე მზად ვარ ახალი ნაცნობებისთვის, მე მზად ვარ ახალი პროექტებისთვის, მე გახსნილი მაქვს ჩემი გული. ასევე აქ ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლოა იყოს მეორე პოზიციისთვის აი საკრალური პროექტები, მაგრამ საკრალური გეომეტრია, სულიერი განვითარება, ეზოთერია, რელიგიურ საკითხებსაც შესაძლოა სწავლობდეს აქ მეორე პოზიცია. ძალიან საინტერესო ეს ყოველდღიურობაში, როგორ ანარიქლსაც პოულობს ეს ენერგია თქვენს ცხოვრებაში. მაგარია. კარგი, ახლა ვკითხოთ რა ბლოკავს აი ამ თქვენს ძალას, რომ აი უფრო მეტად გახსნათ ეს თქვენი შინაგანი სამყარო, ძალა. საინტერესო. აქ თითქოს მეორე პოზიციას აქვს რაღაც ისეთი შინაგანი მომენტები, რომ აი სიღრმეში ჩადის, მაგრამ რაღაც მომენტში რომ ჩადის ამ სიღრმეში თითქოს რაღაც აძლევს, თითქოს რაღაც უშლის ხელს. იმაში რომ კიდევ უფრო ღრმად ჩავიდეს და შეიგრძნოს რაღაც მომენტები მისი სულის, ხო? შფოთვა, მღელვარება, ბუნდოვანება, შიში, თუ აი რაღაცეები რა თქვენში კიდევ არის, აი იმას ბოლომდე ვერ წუდება აქ მეორე პოზიცია, იმიტომ რომ არის რაღაც ტკივილი, ტრამვები, კომპლექსები, შიშები. უფრო მეტად, უფრო კონკრეტულად რა უშლის ხელს, კიდევ უფრო. რაღაც ისენი განწყობები, რომ დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცები არის, ასე რაღაც სიჯიუტის ფაქტორიც არის აქ. სიჯიუტე ვიღაცებს შესაძლოა უშლითაც ხელს ის, რომ აი არ მიდის განვითარებაში, სიღრმისეულ განვითარებას გულისხმობს. შესაძლოა ვიღაცას გქონდეს რაღაც ისეთი დიდი სახლი, მანქანა, ფინანსები კარგად, კარიერა კარგად, მაგრამ სულიერი განვითარება არ არის. აი მომენტებში აქ შესაძლოა მეორე პოზიციას არ აინტერესებდეს, ან მისთვის იყოს მიუღებელი, რომ რაღაც საკითხები უფრო მეტად დააკორექტიროს, განავითაროს. მისთვის მომენტში შეიძლება ეს არ იყოს დიდად პერსპექტიული, ხო? ზოგისთვის, რა თქმა უნდა, ეს საჯარო გაშლა და ყველასთვის ერთი და იგივე ვერ იქნება. ზოგისთვის შესაძლოა ასე იყოს ეგ. ზოგისთვის შესაძლოა აი ზუსტად ეს ასპექტი არა, მაგრამ სიჯიუტე იგრძნობა აქ, რაღაც სიჯიუტე. რაღაც სიჯიუტეს ასპექტი კი კომფორტის ზონა, სტაბილურობა, იგივე აი პირველ პოზიციას რომ ვთქვი, რომ რაღაც სტერეოტიპული შეხედულებები, კომფორტული ზონა, ტრადიციები, ხო, რაღაც ასეთებიც უშლის ხელს მეორე პოზიციასაც. ესეც არის აქ ვიღაცისთვის, ეს არის. კარგი, მაშინ გადავიდეთ აი ამ კითხვასთან. რა დაეხმარება აქ მეორე პოზიციას, რომ აი ეს მისი ძალა განბლოკოს და განავითაროს.
გახსნათ თქვენი გული, გახსნათ თქვენი გრძნობები და გული. აქ ბევრი რაღაც გადახდა მეორე პოზიციას, რის გამოთაც თქვენ უკვე ასე რაღაც გვერდულად უყურებთ ადამიანებს, მომენტებში. მაინც დასაწყისში ხომ ნახეთ აქ რო არის აბსოლუტური სიკეთე თქვენში, მაგრამ რაღაც მომენტებში ბოლომდე არ ენდობით სიტუაციებს და არ ახართ მზად რომ გაუშვათ კონტროლი სიტუაციებზე აქ. ხო, შესაძლოა სხვათა შორის ბლოგშიც ეს იყოს, რომ მომენტებში ვერ უშვებთ კონტროლს სიტუაციებზე, ხო, სხვათა შორის ესეც. და ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი რომ უბრალოდ მიყვეთ დინებას, დედოფლის არკანი. უბრალოდ იყოთ იმ ენერგიებში, რომ მე ვქმნი და მე ვიღებ აი როგორ თქვა, აი პასიურ ენერგიაში, რომ აი ფემინურ ენერგიაში და არა მასკულინურში. ფემინური რას აკეთებს, ხო, ქმნის, კრეატიულია, ქმნის, მოქნილია. სიყვარულია, ხო, ემპათია, ინტუიცია. აი ეს ყველაფერი უფრო მეტად ქმნის თავისი კრეატიული შეხედულებებით, იდეებით. აი უფრო მეტად აი ეს გააკეთოთ და მიყვეთ, ნაკაც მიყვეთ, ენდოთ სამყაროს და მიყვეთ ამ ენერგიას და არ ეწინააღმდეგოთ, ხო? მომენტებში მიუშვათ კონტროლი რაღაც სიტუაციებზე. ნუ ეს არის აქ ესეთი ზოგადი ინფორმაცია. ახლა ვნახოთ რჩევა, მესამე მეთქი მეორე პოზიციისთვის. მესამეზე გადავალ, მოვდივარ მესამე პოზიცია, ჯერ მეორე დავასრულოთ და რჩევა მეორე პოზიციისთვის, აი ენერგეტიკულად რა დაეხმარება მას მისი სიძლიერის გამბლოკვაში, ამ კოდის გამბლოკვაში. It is safe for you to shine. რომ მიხვდეს მეორე პოზიცია, რომ მისთვის უსაფრთხოა, რომ იბრძყინოს. შეიყვაროს საკუთარი თავი, დააფასოს საკუთარი თავი, ირწმუნოს, რომ მას შეუძლია ყველაფერი, ის სხივი არის, ვარსკვლავი არის, ირწმუნოს ამისი და მიცეს საკუთარ თავს ამის უფლება და შესაძლებლობა. ასეთი ინფორმაცია იყო აქ მეორე პოზიციისთვის, ყველას აუცილებლად გისურვებთ ბედნიერებას, აუცილებლად დალაიქეთ და კომენტარეთ, თუ მოგეწონათ ეს გაშლა, ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ, მსურველებს კი გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. მივესალმები მესამე პოზიციას. ნახოთ მესამე პოზიციის სიძლიერის კოდი შინაგანი, თუ რას წარმოადგენს ეს სიძლიერე, როგორ განავითაროს, რა ბლოკავს ამ სიძლიერეს. ნახოთ. ჯერ დავიწყოთ მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია. ზოგადად სინამდვილეში მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია. ტუზი კვერთხების. უფრო მეტი ინფორმაცია მოგვეცით აქ სიგნიფიკაციაზე. ეს გადატრიალი, ეს ტუზი კვერთხების აქ პლუსში გვაქვს. თუ მინუსში, ანუ აქ ასე არის, აქ გადატრიალებულია კვერთხები. ესე იგი, სიგნიფიკაცია აქ არ არის. ხო, ანუ აქ არ არის იმპულსურობა, არ არის სწრაფი გადაწყვეტილებები. აი, მომენტში ცეცხლის ენერგია აქ შესაძლოა აკლდეს მესამე პოზიციას. კი, უფრო მეტი წყლის ენერგიებია, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანდა მაინც წყლის სტიქია უნდა იყოთ, ან უნდა გქონდეთ ნატალურ რუკაში. არამედ უბრალოდ აქ მესამე პოზიციას უფრო სწორად უჭირს რაღაც ისეთი სწრაფი იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება, ქმედებაზე ეგრევე გადასვლა უჭირს, ხო? შესაძლოა მასში იყოს ბევრი ისეთი ასპექტები, ბევრი ისეთი ასპექტები კი არა, არამედ ისეთი მომენტები ახასიათებდეს, სადაც მის შინაგან ემოციებს, იქნება ეს ბრაზი, მაგალითად, ხო, იკავებს და საკუთარ თავში ახშობს ამ ყველაფერს. ამ ყველაფერს არ ავლენს გარემო სამყაროში, ხო? მომენტებში აქ შესაძლოა ისიც იყოს, რომ რაღაცნაირად გადამწვარი შეიძლება იყოს ამ ეტაპზე მესამე პოზიცია, რატომაც ზოგადშიც ამოვიდა ეს სიგნიფიკაცია, ხო? შესაძლოა ამ მომენტში ზუსტადაც რომ მესამე პოზიციას ვერ იგრძნობდეს აი ამ მზეს. ხო, რაღაც მომენტებში შესაძლოა თქვენ ზედმეტად გამოფიტულები იყვეთ, ან ესაა რაღაც მოხდა ისეთი, რამაც გამოგფიტათ. ამ პროცესში ხართ აღდგენის თქვენი ენერგიის. ხო, ნუ აქ არ არის იმპულსური. აქ ძალიან ისეთი ზანტი ენერგიები აქვს მესამე პოზიციას. ხო?
ნუ დავტოვებ ამ ინფორმაციას, ასე აღარ დავამატებ არაფერს. ვინც გრძნობთ, რომ აი თქვენზე არის ეს ყველაფერი, უსმენთ. კარგი, ვნახოთ მესამე პოზიციის სიძლიერის კოდი. თავარი ესეთი სიძლიერე, რაშიც არის მესამე პოზიციის მისი შინაგანი სიძლიერის კოდი, თავარი სიძლიერე. და უფრო მეტი ინფორმაცია ამ სიძლიერეს. რა არის ხო ეს? ვაუ, ჯაჯმენტი. ძალიან საინტერესო, საერთოდ ტოტალური შეცვლა ყველაფრის. დიდი კავშირი ზებუნებრივ ძალებთან, ინტუიციასთან. მე ვიტყოდი აი ცვლილება სხვათა შორის ორატორული ნიჭი, საუბრის მანერა შესაძლოა იყოს ეს, ან რაღაც წერის, ისეთი რაღაც ინფორმაცია, რასაც აწვდის სამყაროს მესამე პოზიცია და ეს ცვლის, ტოტალურად ცვლის ადამიანებს, მათ ცხოვრებებს, ხო? ან ქმედება ეს, ან სიტყვიერია, არ ვიცი, მაგრამ აი ნახოთ დეტალები. განახლება. მთავარი რაც არის აქ განახლება, ცხოვრების განახლება, ცხოვრების სხვა საფეხურზე გადაყვანა. ესე იგი, სიძლიერე აქ არის ცხოვრების სხვა საფეხურზე გადაყვანა. ტრანსფორმაციაც ეწოდება ამას კი. ესე იგი, აქ მთავარი სიძლიერე მესამე პოზიციის არის ცხოვრების სხვა საფეხურზე, ლეველზე გადაყვანა და ტრანსფორმაცია. და თან თქვენში არის ძალა ის, რომ თქვენ მოყვებათ ადამიანები. აქ ლიდერობაც იგრძნობა. აქ თქვენ ხართ, თქვენში ისეთი ძალაა, რომ მარტო თქვენ კი არ მოდიხართ ამ, და კი არ აკეთებთ რაღაცეებს, არამედ თქვენ გისმენენ, თქვენ მოყვებიან და თქვენ შეგიძლიათ ადამიანების ცხოვრება შეცვალოთ საერთოდ კიდევ სხვა რაკურსით წაიყვანოთ. სხვაგან წაიყვანოთ ადამიანების ცხოვრება, სხვა ასე რომ ვთქვათ, საფეხურზე გადაიყვანოთ ადამიანების ცხოვრება. დადებით კუთხით გულისხმობ, რა თქმა უნდა, ხო? აი ეს სიძლიერე არის აქ პირველ პოზიციაში. ნახოთ ახლა ყოველდღიურ ცხოვრებაში რაში გამოეხატება ეს მისი. თქვენ სულ ცდილობთ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დაეხმაროთ მომენტში ადამიანებს, ხო? რაღაცნაირად ცდილობთ, რომ ესეთი მშვიდობის ტრედი იყოთ, ან ადამიანები მიიყვანოთ რაღაც შეთანხმებამდე. ხო, თქვენ სულ ცდილობთ რაღაც ისეთი მომენტი შეიტანოთ ურთიერთობებში, შეიძლება ეს იყოს ორი სხვადასხვა ადამიანი, ან თქვენი მეგობრები, ან კონკრეტულად თქვენ და ვიღაც სხვა, და თქვენ აი ადამიანებთან ურთიერთობებში არ ხო ცდილობ ეს გავარკვევ. არ ახდენთ აქ ისეთ ზეწოლას პირიქით, არამედ ისეთი ქმედებები, რაც ეხმარება ადამიანს. უფრო მეტად ცდილობთ, რომ რაღაც დიპლომატიურ შეთანხმებამდე მიხვიდეთ. აი ეს არის აქ თავი, რაღაც დიპლომატიურ შეთანხმებამდე მივიდეთ, ან სხვები შევათანხმოთ, ან მე შევთანხმდებ ვიღაცასთან ერთად, რომ არ იყოს რაღაც გაგიშვი-გამიშვი და ბალანსი ვიპოვოთ. ხო, აი, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს გამოიხატება ამაში, რომ ცდილობთ, რომ ადამიანების ურთიერთობა გადაიყვანოთ უფრო ისეთ საფეხურზე, სადაც არის ერთმანეთის გაგება, სიმშვიდე. ეს იდეალში. პლუს გამოვლინებაში, რა თქმა უნდა, მინუს გამოვლინებაში პირიქით, ზეწოლა ადამიანებზე და ისე გაკეთება, როგორც გინდათ თქვენ. თუ ნეგატიურში იქნება გამოვლენილი ეს ენერგია, ხო, მაშინ ასე. კარგი. ეს უკვე თქვენ გადაწყვეტეთ, როგორაა გამოვლენილი თქვენთან ეს ენერგია. მე ვნახავ რა ბლოკავს, აი ამ თქვენ შინაგან ძალას. რა ბლოკავს მესამე პოზიციის ამ შინაგან სიძლიერის კოდს. უნდობლობა შინაგანი სამყაროს მიმართ. უნდობლობა შინაგანი სამყაროს მიმართ თუ გარეგანიც. გარეგანის სამყაროს უნდობლობაც აქ არის, უფრო სწორად აი გარედან რაც მოდის ჩემ ცხოვრებაში, იმ ყველაფერს მე არ ვენდობი და უფრო მეტი არის აქ საკუთარ შინაგანის სამყაროს უნდობლობა, მაგალითად საკუთარ ინტუიციის მიმართ უნდობლობა, საკუთარ ემოციებთან არ დარჩენა, შიში, საკუთარი განცდების, გრძნობების, აი ეს ყველაფერი.
ესე იგი ბლოკავს ის, რომ მესამე პოზიციას ეშინია მისი აბსოლუტურად თქვენ გეშინიათ თქვენი შინაგანი სამყაროსი. ვიღაცასთან შესაძლოა ბავშვის მხარე. აი მაგალითად ხო არის ჩვენ დასრულები, თინეიჯერები და ჩვენ ბავშვები, ხო? აი ჩვენ ბავშვების ეშინია აქ მესამე პოზიციას. აი მე ბავშვის პოზიციის ეშინია. შესაძლოა იმიტომ რომ მუდმივ ბავშვის პოზიციაში ან პირიქით არ არის მუდმივ ბავშვის პოზიციაში და სულს დასრულის პოზიციაშია. რა თქმა უნდა, ყველასთვის საჭირო რომ ეს სამი ასპექტი იყოს ბალანსში ერთმანეთთან, მაგრამ მესამე პოზიციას ან არ ყავს აქ შინაგანი ბავშვი, ან ზედმეტი ყავს, ხო? თქვენ თვითონ მიხვდით, რომელია თქვენი ვარიაცია ამ შემთხვევაში, მაგრამ აი საკუთარ თავთან დარჩენა აქ მომენტში ეშინია მესამე პოზიციას, ეშინია სიღრმეებში წასვლა საკუთარ თავთან. იმის გამო, რომ რაც გადაგხდათ თქვენ, იმის გამო, რომ რა სიმძიმეებიც იყო თქვენს ცხოვრებაში, თითქოს და რაღაც ისეთი ბეტონის კედელი აიშენა მესამე პოზიციამ, რაც არ აძლევს შესაძლებლობას, რომ თავის შინაგანი მე გახსნას და შესაბამისად ეს შინაგანი სიძლიერეც. რა მოგიხსნით ამ სიძლიერე, თქვენი სიძლიერების კოდის ბლოკს და დაგეხმარებათ. თქვენი შიშების მართვა, თქვენი შიშების მიღება, თქვენი ტკივილების მიღება, იმის მიღება, რომ კი, ოდესღაც გადგინეს გული, ოდესღაც მოგატყუეს, სადღაც რაღაც ისი არ იყო, როგორც თქვენ გინდოდათ, ხო, ეს სიმწარეები მიიღოთ, შეხედოთ ამას, მაგრამ აიღოთ კონტროლი თქვენს შიშებზე. თქვენ თვითონ. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ლიდერის პოზიცია, რომ დაინახოთ, რომ რეალურად თქვენ ბევრი რამე შეგიძლიათ შეცვალოთ. განვითარება, მუდმივი, დახვეწა, თქვენი შესაძლებლობების განვითარება, იქნება ეს ვებინარი, ტრენინგი, კურსი, არ ვიცი ვისთვის რა, მაგრამ აი მუდმივი განვითარება, რწმენა საკუთარ თავში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციუმში აი როგორ თქვა, გამოხატოთ საკუთარი თავი, რომ ადამიანებს ესმოდეთ თქვენი, რომ თამამად იმოქმედოთ სოციუმის მიმართ და სოციუმში. და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი თვით შეფასება, რომ იყოთ, რომ მიიღოთ საკუთარი თავი, იყოთ საკუთარ ძალებში დარწმუნებულები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დაგეხმარებათ. რომ უკვე აი ეს თქვენი შინაგანი ძალა გახსნათ და რეალურად აქციოთ. კარგი, ენერგეტიკულად რა მოუხსნის მესამე პოზიციას აი ამ ბლოკს. რწმენა ზებუნებრივ ძალებზე, ზებუნებრივი ძალების მიმართ, ანგელოზების მიმართ, ხო, აი რწმენა იმისი, რომ ადამიანებზე მაღლაც ვიღაც არსებობს. და აქ პირდაპირ შემთხვევაში, რომ მე გარშემორტყმული ვარ ანგელოზებით, ასე ქვია ამ კარტს, შეგიძლიათ აქ კონკრეტულ ანგელოზს ან ანგელოზებსაც მიმართოთ. ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი ასპექტი. ეს დაგეხმარებათ აი თქვენი სიძლიერის გახსნაში. ასეთი ინფორმაცია იყო აქ სამივე პოზიციისთვის, ვისაც მოგეწონათ აუცილებლად დასვით ლაიქი ენერგეტიკული ბალანსირებისთვის და კომენტარეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, ვისაც ჯერ კიდევ ეს არ გაუკეთებია და გელოდებით მსურველებს ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიებზე.